მეორე დაცი ფორდანაძე 7 წლის. სწავლობს სკოლა ბოგრეში. ჩემი საყვარელი საქმეა ჭადრაკი და სწავლა. უფრო იყოს ჭადრაკის თამაში. მე ვარ ჭკვიანი ბიჭი, ჭადრაკის თამაში ჩემით ვისწავლე. მაშინ ვიყავი 5 წლის. არავინ არ მითამაშებდა, მარტო თამაშობდი. ჩემი საყვარელი ფიგურაა მეფე. მე უფრო ვიყავი შავებით თამაში. რომ თეთრი ფერი არ მიყვარს. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი. კიდე არ მიყვარს იასამისფერი. იმიტომ რომ მუქი ფერია. ზოგჯერ ჭადრაკს ვეთამაშები ჩემ დედას. სულ ვიგებ და არ წყენს. მამიკოს ვეთამაშე ორჯერ. ერთჯერ მოიგო, ერთჯერ წააგო. მე მინდა შევიდე ჭადრაკზე. მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ რომ ყავს ძალიან კარგი მასწავლებელი. ამ მასწავლებლის ქვია თეონა დონაძე. თეონა მასწავლებელი იმიტომ რომ მიყვარს, ლამაზია, ხიარულია, გვათამაშობს და კარგი მასწავლებელია. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. ჩემს კლასში ყველაზე ხიარულია სანდრო. ყველაზე ჭკვიანია თომა. ყველაზე მშვიდია ელისაბედ. ყველაზე ცელქი ლაზარე. მე ყველაზე მეგობრული და ვაშკაჩი. გავიზრდები, მე მინდა რომ გამოვიდე ფეხბურთელი. ფეხბურთი მიყვარს თამაში. ვარ ძალიან კარგი მეკარე. ვერავინ ვერ მიტანს გოლს. ძალიან კარგად ხტები მარცხნივ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარაცხელი. საყვარელი გუნდია ბარსელონა. მე მინდა რომ ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. 11 ნომერი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვა, მე ჭადრაკი გამოვა. პატარა რომ ვიყავი, სპაიდერმენობა მინდოდა. ახლა მინდა რომ ვიყო 31 წლის. ვიქნები დიდი კაცი და სამსახური მექნება. ხელფასი მექნება 5000 ლარი. მანქანებში დავხარჯა ჩემ ხელფასი. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამიკო, ბებია, ბაბუა, ძამიკო. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი ძმა 4 წლისა, ქვია ლაზარე. ის არის მტირალი, კარგი ბიჭი და ხიარული. ჩემი აზრით ლაზარე გამო ტაქსის წყოლი. მამიკო არის მსხიარული, შვენიური და ვაშკაცი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, ხიარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული კექსები. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გაკეთავს ყველიან მაკარონს. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 25 წლის. მე მყოლება ერთი შვილი საბა. ჩემ ცოლს დავაქვევ მარიამს. მე მინდა რომ წავიდე აფრიკაში. ძალიან მიყვარს ცხოვრები და იმიტომ. სახლში მყავს ძაღლი, როდესაც ქვია ჯეკ. მინდა მყავდეს კიდე ჟირაფი. წინა ბავშვმა დავინტოვა კითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე გავფრინდებოდი სანუჭაღალიძესთან ერთად. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ კითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია დროშობანა. ბედნიერება არის კარგი მეგობრები და საჩუქარი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.